Smart Academy-ის დაჯილდოებას ამჯერად კომბინატი მასპინძლობს ჩვენი სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის და პარტნიორებისთვის ახალ სივრცესთან ერთად არაერთი სიახლე გვაქვს, რასაც ნელ-ნელა ბლოგში გაგიზიარებთ. დროა დავიწყოთ, წავედით. სტუდენტებს მრავალფეროვანი საჩუქრები, სახალისო ქვიზები და არაერთი თემატური კუთხე დავახვედრეთ. წელს განსაკუთრებულად გავახარეთ მაქსიმალური შეფასების მქონე სტუდენტები, რომლებსაც აკადემიის 300 ლარიანი ვაუჩერები გადავეცით. Ana მოკლედ რეკორდსმენი ხარ, ყველა გათამაშებაში შენ მოიგე, მაგრამ პირველ რიგში ხარ ჩვენი 100 ქულიანი სტუდენტი. რომელი კურსი დაამთავრე ჩვენთან, როგორ მოგეწონა Smart Academy-ში სწავლა და აი რა, გათამაშებებში მოიგე, ესეც გითხარი. გამარჯობა პირველ რიგში. მე დავამთავრე Smart Academy-ში IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსი. ძალიან საინტერესო კურსი იყო. სიმართლე გითხრათ, აქამდე IT-სთან შეხება არ მქონია და ვთვლი, რომ უკვე თავისუფლად შემიძლია ამ სფეროში დავიწყო მუშაობა, თუ ამაში საჭიროება იქნება. Smart Academy-ისგან მივიღე 300 ლარიანი ვაუჩერი, როგორც 100 ქულიანმა სტუდენტმა, ასევე გადმომეცა 500 ლარიანი ვაუჩერი და პერსონალური ბრენდინგის ვაუჩერი იმისთვის, რომ Smart Academy-ის ქვიზში მივიღე უმაღლესი ქულა. ასევე გავხდი კავიას გამარჯვებული ფილმების ქვიზში და გონი ხო მორჩა ძალიან იღბლიანი ხარ, წარმატებებს გისურვ. ამბან რენდომაიზერშიც მოვიგე Gemini-ის 6 თვიანი პაკეტი. ნინო, შენ ძალიან დიდი ხანია ჩვენ ლექტორი ხარ და არაერთ დაჯილდოებაზე ყოფილი ხარ. მაინტერესებს როგორ მოგწონს შეცვლილი სივრცე და როგორი გარემო დაგხვდა? მადლობა, კარგი კითხვა არის, ძალიან კარგი გარემო არის, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი არის აქ, მათ შორის ჩემი სტუდენტებიც. გარემო ძალიან კარგია, განსხვავებული არის, უფრო თავისუფალი არის და მინდა გითხრათ, რომ ახალი გარემო უფრო მეტად ასახავს Smart Academy-ის თავისუფლებას, გამბედაობას, რაც ძალიან მოსაწონია. მადლობა ძალიან დიდი რომ მოხვედით და ჩვენთან ერთად ხარ დღეს. მადლობა თქვენ. ახლა გავესაუბროთ ჩვენს პარტნიორს, ორგანიზაცია Chartes წარმომადგენელს. სალამი მარიამ, როგორ ხარ პირველ რიგში? მადლობა მშვენივრად, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს, რაც წარმოადგენს ორგანიზაცია Charte და მეორე მხრივ რა მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციების, უბრალოდ კომპანიების პარტნიორობას და თანამშრომლობას თქვენთან. კი ბატონო. Charte შექმნის მიზანი გახდა ის პრობლემა, რომელსაც გადავაწყდით 8 წლის წინ, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ქვეყანაში დაახლოებით 78,000 მოსწავლეს არ ჰქონდა წვდომა კომპიუტერს და ინტერნეტზე. შესაბამისად, ისინი ვერ ახერხებდნენ ვერც ხარისხიანი სასკოლო განათლების მიღებას, შემდგომ ვერც პროფესიის არჩევას. სწორედ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ გავუკეთებინა პლატფორმა Charte-G, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ თუნდაც ერთგვარად ყოველთვიურად დააფინანსოს ინტერნეტი ან კომპიუტერი ამ მოსწავლეებისთვის. და ძალიან მნიშვნელოვანი არის წვდომა საგანმანათლებლო რესურსებზე, ასევე ონლაინ აკადემიების მხარდაჭერა. სწორედ ამ მხრივ არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი Smart Academy-სთან თანამშრომლობა, რადგან ის აძლევს ხოლმე შესაძლებლობას ჩვენს მოსწავლეებს, რომ უმფასოდ გაიარონ კურსები ისეთ მოთხოვნად პროფესიებზე, რომლებიც დღეს საკმაოდ აქტუალური არის. და დღეის მდგომარეობით საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს ამ თანამშრომლობის მხრიდან. ახლა კი დრო არის მოვემზადოთ დიზაინის და მარკეტინგის კურს დამთავრებულების დასახვედრად. ყურადღების მიღმა არ ჩვენი ლექტორები დარჩენილან და ჩვენ მიერ სიყვარულით შექმნილი ბოქსები გადავეცით. ჩვენს ლექტორს მარიამს და მის სტუდენტს ხედავს საუბრობენ. მოდი გიო. მარიამ სალამი. სალამი. მარიამ, აბა როგორ მოგეწონა ჩვენი დღევანდელი ღონისძიება, როგორც ხედავ ახალ სივრცეში ვართ? ახალი სივრცე უფრო დიდია, როგორც ვატყობ და უფრო კარგია და მომწონს და თან ბევრი რაღაცეები არის, იცით შეგვიძლია რომ თან გავერთოთ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებსაც გავეცნოთ და საჩუქრები ძალიან კარგი იყო. ძალიან მაგარი არის. მარიამი ჩვენთან არის ვიდეო კონტენტის შექმნის ლექტორი. შენ ხარ მარიამის სტუდენტი, სახელი გვარი გითხარი და მარიამზე გითხარი ერთი-ორი სიტყვა. აბა, ლექტორთან ერთად თქვა თუ გვერდზე? იცი რა, მოდი ლექტორთან ერთად. კი ბატონო, ბექა რუხაძე. ძალიან მაგარი გოგო არის, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ თავის საქმის პროფესიონალი არის პირველ რიგში, ჰუმანური არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის. მაგიტო თქვი რომ ცალკე ხო არ ვთქვა მეთქი. და რაც თავარი არის რომ პროფესიონალი არის თავის საქმის და ყველანაირად ცდილობს რომ თითოეულმა სტუდენტმა მართლა მაქსიმალურად აიჩვენოს თავისი საქმე. ოკეი, მადლობა ძალიან დიდი მოსვლისთვის. ახლა გადავინაცვლოთ ერგონომიკის სივრცეში, სადაც საკუთარი ერგონომიული სიმაღლეზე ადაპტირებადი მაგიდით არიან წარმოდგენილები. სალამი სოფო, მოგვიყევით თქვენ შესახებ. ესე იგი, ეს არის ის ერგონომიული მაგიდები, რომლის ზედაპირიც გვაძლევს საშუალებას, რომ ავწიოთ ჩვენი სიმაღლის მიხედვით. არის იდეალური საოფისე სივრცისთვისაც და სახლისთვისაც სამუშაოდ და აი შეგვიძლია ხო ის? კი, შეგვიძლია ვნახოთ. აი ესე მუშაობს. ზემოთაც ავწიოთ?
გასიმაღლე და სვინგი. მადლობა სოფო დღეს რომ იყავით ჩვენთან. ახლა ვხედავ სუპერგმირის მარიამს. ალბათ არავინ არ დარჩა, ვინ სუპერგმირის შესახებ არ იცის, ეს არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. თუმცა მაინც ვკითხოთ, თავად მოგვიყვება მარიამი ამ წამოწყების შესახებ. მოგესალმებით. სუპერგმირი არის ციფრული საქველმოქმედო პლატფორმა, რომელიც ეხმარება სოციალურ სიდუხჭირეში ცხოვრებ ბავშვებს 3-დან 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. ჩვენ დავდივართ რეგიონების მასშტაბით, ვეძებთ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრებ ბავშვებს და მათ სპონსორებს, რომლებიც ყოველთვიურად ასაკის შესაბამის განვითარებაზე ორიენტირებულ ამანათებს უგზავნიან, ან კიდევ უსპონსორებენ სწავლის შესაძლებლობებს. მაგრამ საოცარ საქმეს აკეთებთ ნამდვილად და მადლობა რომ დღეს ხართ ჩვენთან. მადლობა თქვენ რომ ჩვენი პარტნიორი ხართ და ხელს გვიწყობთ რომ განვითარდეთ CSR მიმართულებით და მუდმივად გვაქვს თქვენი იმედი. მადლობა ძალიან დიდი. ახლა კი დაველოდოთ ბოლო ნაკადს, დრო არის დავაჯილდოვოთ IT-ის და ტექნოლოგიების სტუდენტები. ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ Geosoft-მა ჩვენს ტოპ სტუდენტს, რომელმაც გაიარა ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში, სრულად დაუფინანსა სწავლის საფასური. კეთი, როგორი განცდა არის, როდესაც შრომა გიფასდება? გამარჯობა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Geosoft-ს ამ შესაძლებლობისთვის. მათი სტიპენდიის მოპოვება ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია და სტიმული იყო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ სწავლის საფასური ამინაზღაურდა, ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები იყო ამ მიმართულებით და ეს სტიპენდია ზუსტად ნიშნავს იმას ჩემთვის, რომ ეს ნაბიჯები წარმატებით გადავლახე და ახლა მზად ვარ შემდეგი ნაბიჯებისთვის. ახლა გავისაუბროთ ჩვენს AI-ის მიმართულებით ლექტორს გიორგი ბასილაიას. გიორგი, რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ დღეს ჩვენს ფეხი ავუბათ თანამედროვე ტექნოლოგიებს და თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდეთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ხელოვნური ინტელექტის გარეშე, როგორც აქამდე კომპიუტერის გარეშე რთული ხო, სამსახურში რაღაცებს გაკეთება, ეხლა დაემატა ახალი კომპონენტი ამ ყველაფერს, რომ კომპიუტერიც უნდა ვიცოდეთ და პლუს ხელოვნური ინტელექტი. მალე სამსახურში მინიმალურ მოთხოვნებში იქნება ეს შეტანილი ყველა ვაკანსიაში ჩემი აზრით და ეს იგივე რევოლუციას ავითარია კომპიუტერი და ინტერნეტის და ინგლისურის მოთხოვნა რო იყო, ეხლა იქნება ეს 4. ახლა კი Smart Academy-ის დამფუძნებელი რატი შეგვიჯამებს დღევანდელ დღეს? რატი აბა როგორი კმაყოფილი ხარ? ძალიან კმაყოფილი ვარ, საერთო ჯამში 3 დაჯილდოება გქონდა და ახლობებით 450 სტუმარი ყავდა და ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ჩვენი სპონსორები, მეგობრები, კომპანიების წარმომადგენლებიც მოვიდნენ, თვითონ გადასცეს საჩუქრები და მოკლედ ძალიან ბევრი საჩუქარი გქონდა. ძალიან საინტერესო და სახალისო იყო ყველაფერი და ძალიან ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ ამ დღით. დასრულდა ჩვენი ღონისძიება, იმედი მაქვს ყველა აქ მოსულმა სტუმარმა ძალიან ისიამოვნა. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ უსასრულო აღმოჩენების დროა Smart Academy-ასთან ერთად.